50-ზე მეტი არის. მოდი აქ თუში, მოდი. Яола маш. ეს არის კლეოპატრა, რომელსაც აქვს ჭხილის ჩაბრუნება და ეხლა უნდა დავაძინოთ და შევამოწმოთ რა მდგომარეობაში აქვს ჭხილი. Яола маш. კიდე მოგიტანა? იცა მოგიტანა. ამ შემთხვევაში იმ წამებს ვიყენებთ, რაც სიტყვაზე მაგალითად კატაზეც და ძაღლზეც შეიძლება. იმ წამები არ არის ახლა განსხვავებული დოზირება არის. Დაძინება ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია შესვლა და მანიპულაციის ჩატარება იქნება დაახლოებით საათნახევარი. საათნახევრის მერე უკვე მოსალოდნელი არა ეს წამოხტომები კონდეს, ამიტომ უსაფრთხო აღარ ითვლება. მაგრამ ძილით მაინც ეს მიგდებულ მდგომარეობაში იქნება საერთო ჯამში 4 საათამდე. ერთ-ერთი წამალი, რომელიც კომბინაციაში არის 4 საათი ირჩება ორგანიზმში. კლეოპატრასთან ეხა ყველას კარგი ურთიერთობა გვაქვს, ესე ვთქვა და თვითონაც ადამიანებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ნუ ამის ქმარი სემი ცოტა ფიცხია, ესე ვთქვათ და მაინც არა აქვს ესეთი ახლო ურთიერთობა არა გვაქვს ხოლმე რა. კლეოპატრა უფრო თბილი არის, უფრო გაფერებინებს, უფრო შეუძლია აი დაძახებულზე მოსვლა და რაღაც უფრო დამჯერი არის ესე ვთქვათ. იმიტომ რომ იცის აქაური ცხოვრება, ზოოპარკის ცხოვრება როგორია და როდის უწევს ჭამა, როდის ვეტებს ცნობენ, მომლელებს ცნობენ. ძირითადად კლეოპატრა უფრო დამჯერი არის ყველაზე ხამო. ისა ავიდეთ ხეს დასალევით. მოდი გლეო. მინდა უნდა გაჭამო. აბა გუანტეს. ისი არ მოვაკეთე. უისა, მოდი. მოდი ჰა. ეს არ წაიღოს ეგ. მოდი. მოდი ნახე რა მოიცა, მაგით ბაღას წაიღებს. ხო და აქ მეჭირება ვაჭრე მე. ცოტა აქ გამოიწიეთ, აქ გამოგისამდე. მოდი ჰა. მოდი ჰა. მოდი ნახე რა მოგცილა მაისო. მოდი ჩემი. მიდი გააცი. არ შემიშია. შალ. ალა. მოდი ჰა. აჰა. შენ კაი. მიდი ჭამ. ამუშია ძაღლ. ხო? всё, кайგო. მოდი ახლოში დაწესო. ლევან, რატო ვაკეთებ ხა მაგას ეგეც მითხარი? ახლოს უდაწეს, ხო? ახლოს უდაწეს და ეს აღიქვამი.
აი ესეთი შემთხვევები ხშირად ხდება ტყვეობის პირობებში ცხოველებთან, იმიტომ რომ ვერ ახდენენ თავისი ბჭყალების გაცვეთას აქ როგორც ბუნებაში და მაგიტომ ხდება ჩაბრუნება ამ ბჭყალის და ხშირად გვიწევს ხოლმე ესე ჩარევა ექიმების მოწვევა და ბჭყალის მოჭრა. ეს ემართება ჩლიქოსნებსაც, ჯიხვებს განსაკუთრებით და ლომებში, კატისებრებში ხშირად არის ესეთი შემთხვევა. ვეფხვთანაც მქონია, ლეოპარდების შემთხვევაშიც მქონია და ლომთანაც რამდენჯერმე იყო ესეთი ფაქტი. მოკლედ ეს არის ლომის შესახებ. სპრეი ჭირდება ნამდვილად. ეხლა კარგად დაიძინებს. მტკივნეულია საკმაოდ ეს პროცესი და უნდა დაიძინოს ღრმად, რომ ვერაფერი ვერ იგრძნოს და შვიდად გავაკეთოთ ყველაფერი. ჩვენც და ლომსაც არ ვატკინოთ არაფერი და შვიდად ჩაიაროს. ხდება სკანირება. ამოცნობა ცხოველის. $375. შევადარებ, ჩავიწერ ნომერს და ნახავ რომელი ცხოველია ზუსტად. მიდის მოჭერი ესეც მე. სურათი გადავუღეთ? დავიცი ძალიან ახლო კადრი არა. მოდი ცოტა. და დაიფშვნას და მე ეგრევე მოთხოვა. ის მე თვითონ გაასწავლე. ის ფჭილი და მიიტანეთ მე იქამი და ჭრებობასთან და ისე გადავიდა. აი ბეჭა. ეს თუ მოვაჭრე. ზეგით დააჭერე მაგასაც. ბეჭეს. და პროტეინაზეთ ნარკოზის მერე უფრო სასურველია, რომ ესე დაწვეს და კარგად ისურვოს, ბუნებრივად იწვეს. ან ცხვირიც დადებული არ უნდა ქონდეს, უნდა აკონტროლოთ ცხვირი და კარგად ისუნთქოს, ფილტვებიც კარგად იქნება, რომ ესე გაუადვილდეს სუნთქვა. კარი ჯერ არ დავუკეთოთ, 1-10 წუთი მინდა და 10 წუთში ნომს გავუკეთებ და მე ჩაპსტიკით ვერ გავუკეთებ რა? არ მისთ. აჰა. ეს და მოვხუროთ. ოპერაცია ლომის ბრჭყალი დასრულებულია. წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა. ველოდებით ახლა კლეოპატრას გაგვიზებაც შვიდობით. დაველოდოთ ახლა კლეოპატრას.